მოგესალმებით, ეს Tech Inform-ია, გადაცემა, რომელშიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ. ჩვენ კი ამ გადაცემის ავტორები და წამყვანები გიორგი თოლორდავა და ირაკლი პოლაძიშვილი ვართ. დავიწყოთ. ტექნოლოგიურ სამყაროში საინტერესო დავას ხედავთ, რომელიც უკავშირდება არაეთიკურ ქმედებას, კერძოდ ინტელექტუალური და კომერციული საიდუმლოს მოპარვას. ამ საკითხზე ძალიან დიდი ხანი ფიქრობდნენ და მიუთითებდნენ ანალიტიკოსები და ამბობდნენ, რომ AI-ის ნდობა თვალდახუჭულად არ შეიძლება და ყველაფერი, რასაც ვეუბნებით ჩატბოტებს თუ სხვადასხვა AI ხელსაწყოებს, მიდის cloud-ზე და cloud-ზე ამ ინფორმაციას ვინ როგორ და სად ამუშავებს, ამის შესახებ არავის არანაირი ცნობა რეალურად არ გვაქვს და სტარტაპებს ვენდობით სიტყვაზე. სტარტაპებს, რომელთა მიღმაც მთლად სანდო ადამიანები არ დგანან და სემ ოლტმენი ნამდვილად არ არის ტოპ 10-ში ყველაზე სანდო ადამიანებისა დედამიწაზე. შეიძლება ტოპ 10 მილიონშიც კი არ იყოს ეს ადამიანი, თუ კი მის ისტორიას და გამოცდილებას გავიწვალისწინებთ. მოკლედ, ძალიან საინტერესო სარჩელი შევიდა. ერთ ხარეს არის Apple, რომელიც დიდად ესე სარჩელებით არ არის ხოლმე წარმოადგენილი, უფრო მეტად Apple-ს უჩივიან და შემდეგ ის თავს იცავს, მაგრამ ამჯერად ასე ვთქვათ, ბრალდების მხარეა Apple და ის უჩევის OpenAI-ის კომპანიას, რომელმაც როგორც ჩანს სარჩელის თანახმად მოპარა Apple-ს კომერციული საიდუმლო, გაიტანა კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც დაცული იყო წესითა და რიგით და ეს ინფორმაცია გაიტანა, ასე ვთქვათ, Apple-ის სერვერებს მიღმა და დაამუშავა, გაყიდა თუ რისთვის გამოიყენა, ეს უკვე ფაქტობრივად OpenAI-ის განსავითარებლად. OpenAI თავადაც არის გარკვეულწილად Apple-ის კონკურენტი. ცხადია, ის ახლა კომპიუტერებს და smartphone-ებს არ აწარმოებს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ Apple-იც ავითარებს თავის ხელოვნურ ინტელექტს, სხვადასხვა სერვისებს და Apple-ს არაერთი სერვისი აქვს ესეთი, რომლის კონკურენტით შეიძლება თეორიულად OpenAI წარმოვიდგინოთ, თუნდაც AI ასისტენტის ან ბრაუზერის მიმართულებით, ხოლმე ბრაუზერი, არ ვთქვათ, ისეთი კარგი აქვს. მოკლედ, როგორ განვითარდა ეს საკითხი? ბრალდების მხარეს მტკიცებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში Apple იყენებდა OpenAI-ის, ასე ვთქვათ, სერვისებს. ინტეგრირებული იყო ის Apple-ში, არა უბრალოდ ტელეფონების ან კომპიუტერების დონეზე, არამედ შიგნითაც კომპანიის მენეჯმენტში, რადგანაც AI ყველას სჭირდება და გასაკვირი არაფერი არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, OpenAI ძალიან მიზანმიმართულად იყენებდა ამ, ასე ვთქვათ, access, რომელიც მოპოვებული ჰქონდა კომპანიაში და მიღებულ ტერაბაიტობით ინფორმაციას შემდეგ უკვე აგზავნიდა სხვა მიმართულებით, სადაც ამ ინფორმაციას პირველ რიგში აკოპირებდნენ და შემდეგ უკვე სხვადასხვა მიზნებით იყენებდნენ. ცხადია, ეს არის პრობლემა. პრობლემა არის ორი მიზეზის გამო. პირველი ის არის, რომ კომერციული ინფორმაციის გატანა ზოგადად აკრძალულია კანონით და ეს ძალიან მკაცრად ისჯება და მეორე არის შემდეგ უკვე გატანილი ინფორმაციის გამოყენება ან პირადად ამ ინფორმაციის სარგებლობა ან ამ ინფორმაციის გადაყიდვა პოტენციურად კონკურენტებზე. თან აქ საუბარი გვაქვს Apple-ზე, კომპანიაზე, რომლისთვისაც მომხმარებლების დაცვა, privacy არის ერთ-ერთი ფუნდამენტური დებულება, ფაქტობრივად ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა მისთვის და მას, როდესაც ესე ეჟონება საკუთარი ინფორმაცია და თან, როგორც ვთქვით, მენეჯერების მხრიდანაც ეს კიდევ დამატებით სხვა პრობლემას წარმოადგენს. კარგი დეტალი ახსენე, რომ მაყურებელს გაუჩნდება განცდა, რომ Apple ისეთი სუსტი კომპანიაა, რომელსაც ასე მარტივად უძვრება ამ დონის ინფორმაცია. საქმე არის ის, რომ თავარი შემოქმედი ამ დანაშაულისა იყო Apple-ის ვიცე-პრეზიდენტი ტანგტანი, რომელიც სრულიად მოულოდნელად რამდენიმე თვეში აღმოჩნდა OpenAI-ში. აღმოჩნდა და თან გადაიყოლა LinkedIn-ზე ნახა ალბათ კი განაცხადი ჯობ ოფერი და აპლიკაცია გააგზავნა. საქმეც ეს არის, გამოდის რომ ტანგტანი იყო ის ადამიანი, რომელიც Apple-ში მუშაობის პერიოდში ფაქტობრივად გადაიბირა OpenAI-მ და დააწყებინა მონაცემების გადაცემა OpenAI-ისთვის, შემდგომ კი პირდაპირ ადგადა წაიღო კომერციული საიდუმლოება იქ და იქით დაინიშნა შესანიშნავ თანამდებობაზე. ჩვენ არ ვიცით რა თანხის სანაცვლოდ მოახერხა სემ ოლტმენის სტარტაპმა მისი გადაბირება, თუმცა Apple-ის ვიცე-პრეზიდენტს რომ გადაიბირებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და აქ საინტერესო არის ის, რომ ფაქტობრივად გამოიკვეთა, რომ შესაძლებელია არა მარტო ადამიანების გადაბირება, არამედ
საიდუმლოებების თან გაყოლებაც, რაც მე მგონია სხვა კომპანიებს საკმაოდ სერიოზულ რისკებს შეუქმნის და დააფიქრებს, უნდა გაუშვან თუ არა თავისი მაღალი თანამდებობის პირები მინიმუმ შემოწმების გარეშე, იმიტომ რომ კომპიუტერი მაინც არ გაატანონ. ხო, იმიტომ რომ კომპიუტერიც კი მოიპარეს ამ შემთხვევაში. ეს როგორ მოხდა, არ ვიცი. მე მგონი ჩვენ უფრო დიდი წარმოდგენა გვაქვს Apple-ის დაცულობის სისტემაზე, ვიდრე Apple-ში რეალობა არის ის, რომ საკმაოდ სერიოზული დავა არის დაწყებული და ამაზე კამათიც კი ჰქონდათ უკვე Elon Musk-სა და Sam Altman-ს, ვიცით როგორ არიან ერთმანეთთან დაპირისპირებულები, თუმცა აქ ყველაზე მთავარი რა არის? Apple იმდენად არის დარწმუნებული, რომ მისი მონაცემები გატანილია და მოხვედრილია ამ შემთხვევაში OpenAI-ის ხელში, რომ მაღალია ალბათობა, რომ ეს დავა დასრულდეს Apple-ის სასარგებლოდ. აქ მთავარი, რასაც უნდა ველოდოთ არის ის, რა დასკვნას გამოიტანს მოსამართლე და რა საბოლოო ვერდიქტი ექნება, იმიტომ რომ OpenAI არ არის ის სტარტაპი, რომელსაც აქვს უფლება, რომ ასე მარტივად ანიალოს თავისი რეპუტაცია და თუ ტექ ინდუსტრიაში ეს დამტკიცდა. ხო, ერთხელ თუ შეგერყავდობა, ხვალიდან აღარავინ ერთობა. და არ დამთავრდება ეს ამბავი კარგად. მოკლედ, საკმაოდ სერიოზული დავა არის დაწყებული, ფაქტობრივად ჩაიხურა OpenAI-ისა და Elon Musk-ის დავა და იწყება Apple-ისა და Sam Altman-ის დავა, რომელსაც ჩვენ დიდი ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს. ევროკომისია არის გადაკიდებული ფაქტობრივად მეტას ბოლო რამდენიმე თვე არ გავა რაღაცა ჩივარი რომ არ გაუმზადოს და ბოლო რამდენიმე თვეა განსაკუთრებით ემტერება და ემტერება საკუთარი ბოლო პერიოდში მიღებული იმ კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესების დაცვას, მათი საკუთრების ინფორმაციის უფლების დაცვას, ეს კი იმ ფონზე, როცა ამერიკული თუ ჩინური ტექნოლოგიური გიგანტები ფაქტობრივად შემოსეულები არიან ევროპის ბაზარს და მარჯვნიდან თუ მარცხნიდან ყველა მხრივ ცდილობენ რომ ინფორმაცია მოიპარონ და ამაში ცხადია მათ ეხმარებათ ჩართულობის ის მექანიზმები, რასაც თავაზობენ Meta, Temu თუ სხვა კომპანიები, მოკლედ ეს აქვს ამოსული უკვე ევროკავშირის ხელში და ევროკომისიამ Meta-ს ოფიციალურად მოსთხოვა, რომ მინიმუმ ევროკავშირის ბაზარზე გააჩეროს აი ის ფუნქცია, რასაც ქვია დაუსრულებელი სკროლვა. დაუსრულებელი სკროლვა, რაც ყველა ჩვენგანისთვის, საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის კარგად არის ცნობილი, ჩვენ შევდივართ Facebook-ზე ან Instagram-ზე, სკროლავთ, არ მთავრდება ეს სია და არ მთავრდება იმ კონტენტის მოცულობა, რასაც უყურებთ, რატომ არ მთავრდება? იმიტომ რომ ფაქტობრივად კარგად იცის ხელოვნურმა, ამ შემთხვევაში მეტას ხელოვნურმა ინტელექტმა და ალგორითმმა რა გვაინტერესებს და შესაბამისად გვიზიდავს დაუსრულებლად და როცა მორჩებით სკროლვა შეიძლება გასული იყოს რამდენიმე საათი და ამ სკროლვაში კიდევ უფრო მეტი ინფორმაციას რომ იღებს ჩვენგან Meta ეს მეორე დღეს უფრო მომზადებულია. მეორე დღეს უფრო მომზადებული გვხვდება და ეს დაუსრულებლად გრძელდება, რაც არა მარტო ზრდასრულების, არამედ არასრულწლოვნებისთვისაც არის პრობლემა. ფაქტობრივად Meta-ს ხელშია და მეორე მხრივ Temu-ს ხელში არის ფაქტობრივად თითქმის ყველა ევროკავშირის მოქალაქის ინფორმაცია და ვის ხელშიც არის ინფორმაცია, ის საფრთხეა, რაც ცხადია ევროკავშირისთვის, ამიტომ ევროკომისიამ გამოსცა ასეთი კონკრეტული დადგენილება. ან Meta გააჩერებს ამ დაუსრულებელი, ეგრეთ წოდებული doom scrolling-ის ფუნქციას და შეზღუდავს იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება მაგალითად 5 წუთის შემდეგ უბრალოდ აღარ წავიდეს ზევით, როგორც მაგალითად ინტერნეტის გათვლის შემთხვევაში აღარ გრძელდება, ეს ერთი ვარიანტია, ან უბრალოდ თვითონ მიგვითითოს, რომ ამ შემთხვევაში დრო არ რომ გაჩერდე, რაღაც მიგვანიშნოს ან რაღაც სხვა გაგვაკეთებინო ცხოვრებით დაგავდე. და მოგვიწოდოს რილსებზე მნიშვნელოვანი რაღაც ხდება. ყოველ შემთხვევაში Meta ვალდებული იქნება რომ ცვლილებები შეიტანოს წინააღმდეგ შემთხვევაში და ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შეიძლება ჯარიმა გამოიწეროს გლობალური შემოსავლების 6%, რაც ნამდვილად არ არის Meta-სთვის ცოტა და იმ ფონზე რაც ჭირს ახლა კომპანიას და როგორც ცვალებადიც და თქვა არა დადებითიც არის მისი მოცემულობა საფონდო ბირჟაზე თუ ზოგადად ეკონომიკურად მე მგონი არ აწყობთ მათ. მე მგონი არა, ნამდვილად არ აწყობთ მათ 6%-იანი ჯარიმა, რომელსაც ევროპაში ნამდვილად დიდი სიამოვნებით გამოუწერენ ბოლო-ბოლო. ამდენი ინფორმაცია მიგაქვთ, ფული მაინც დაუტოვონ, ხო? ევროპას. ყოველ შემთხვევაში ეს სერიოზული ამბავია, ეს არის ერთი მიმართულება, მეორე საკითხი, რაზეც ევროკომისია ედავება ამ შემთხვევაში Meta-ს და როცა Meta-ს გულისხმობთ Instagram-საც, WhatsApp-საც, ნებისმიერ პლატფორმას, რომელიც Meta-სთან არის მიერთებული, ამ შემთხვევაში და Threads მათ შორის, ამ შემთხვევაში არის ის, რომ როცა ჩვენ ვრთავთ აპლიკაციას, ვიდეოები ავტომატურად ირთვება. როცა ავტომატურად ირთვება ვიდეო,
შენ ყველა შემთხვევაში იქცევს ყურადღებას. გაქცევინებს ყურადღებას, უკვე შექმნილია და განვითარებული ალგორითმები ინდონეზე, რომ შეჩეულები ვართ ადამიანები, რომ როგორც კი რაღაც საინტერესოს მოვისმინოთ, აღარ გვაინტერესებს, მე სხვა რა მიზანი გქონდა, უნდა მოვისმინოთ, მივიღოთ ინფორმაცია და ესეც პრობლემა, ცხადია, ევროკომისიისთვის და სწორედ ამიტომ არის დიდ სამართლებრივ პრობლემაში აღმოჩენილი მეტა ოფიციალური განცხადება მეტას მხრიდან მოვისმინეთ ის, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პრობლემა აღმოიფროს, თუმცა მეტასგან კიდევ ბევრი სხვა დაპირებაც მოგვისმენია, რომელიც არ ვიცი, ყურად საერთოდ არ იღეს. შესაბამისად, საინტერესო მოვლენები ვითარდება ევროპულ ფლანგზე, ამ შემთხვევაში ამერიკული კომპანიისთვის, ალბათ ერთადერთი, ვინც შეიძლება ეს პროცესი გააჩეროს, არის დონალდ ტრამპი, რომელიც შეიძლება დაემუქროს პირობითად ევროპელებს, რომ დაგიწესებთ ტარიფებს 6% დაუწესოს ტარიფად. კი, თუ თქვენ ჩემს კომპანიებს არ მისცემთ საშუალებას, რომ გააგრძელონ საქმიანობა, როგორც ისინი აგრძელებენ, თუმცა მაღალი ალბათობით ეს საკითხი ასე თუ ისე მოგვარდება, თან ტრამპიც ვეღარ არის ისეთ ფორმაში, როგორშიც იყო და აღარ შეუძლია ასე მოქარები. მოგეთ, მეტას მაღალი ალბათობით მინიმუმ ევროკავშირის დონეზე სკროლვის ფუნქციის, დაუსრულებელი სკროლვის ფუნქციის შეზღუდვა მოუწევს. არ მოუწევს და 6% ნამდვილად არაცნობია. და ეს კარგი პრეცედენტი იქნება, აქ მხოლოდ მეტა არ არის, იგივე უნდა გავრცელდეს წესითა და რიგით TikTok-ზეც, ასევე YouTube-ზეც და ნებისმიერ სხვა პლატფორმა, როდესაც გამოჩნდება ბაზარზე, არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ხვალდაზე X-მა დაამატოს, მოკლე ვიდეოების ფორმატი ან ნებისმიერ სხვა ქსელმა, ხო, ვინუშლის ყველას რეალურად მოუწევს ამ წესის დაცვა და ევროკავშირის წესებზე ხშირად ხუმრობენ, რომ ზედმეტიაო, მაგრამ ზოგიერთი წესი ნამდვილად კარგი და მოსაწონია, მათ შორის თუნდაც ის, რომ მომხმარებლების მონაცემები არის ახლა უკვე დაცული და აღარ გვიწევს სპამ მეილების მიღება ყოველ 5 წუთში ერთხელ და ასევე დასრულებული არის მაგალითად აგრესიული SMS მარკეტინგის პრაქტიკაც, თუ კი რა თქმა უნდა ჩვენ არ ვიძლევით ამისათვის ნებართვას. ეს ყველაფერი ევროკავშირის დამსახურებაა, რადგანაც შეიძლება ევროკავშირი ინოვაციურობის თვალსაზრისით ფრონტის წინახაზე არ იყოს და არც არის, მაგრამ ევროკავშირი ყოველთვის არის წინ რეგულაციების და მომხმარებლის დაცვის მხარეს. კი, რომ არა ევროკავშირი და რომ არა მისი სტანდარტები, დღეს ნამდვილად არ ვიცხოვრობდით უკეთეს სამყაროში, იქნებოდა გაცილებით მეტი კორპორაციული, ასე ვთქვათ, მოხმარებისადმი პრაქტიკა და არათუ რილს გავთიშავდით, ალბათ საერთოდ ტელეფონის ეკრანის აღარ დაიბლოკებოდა, ეს პირდაპირ მუდმივ რეჟიმში იქნებოდა ჩვენება რეკლამებისა და რილსების. მოკლედ, ნახოთ როგორ წავა ეს ამბავი, რა თქმა უნდა, რილსების შეზღუდვას და ცხოვრებაში დაბრუნებას ყველანი მივესალმებით. დრო ვისაუბროთ TSMC-ზე, ყველაზე დიდ ტაივანურ კომპანიაზე, პრინციპში ყველაზე დიდ აზიურ კომპანიაზე, რომელიც არის ნახევარგამტარებისა და ჩიპების ინდუსტრიის უპირობო ლიდერი, აგერ უკვე 29 წელიწადია. 78%-იანი წელი. 78%-იანი წილი, არ ვიცი, რაც კი ჩიპები იწარმოება დედამიწაზე, ამის ყველა ამ კომპანიის მიერ არის წარმოებული, ის ემსახურება როგორც Nvidia-ს, ასევე Apple-ს, Google-ს და სხვა ნებისმიერ კომპანიას, ვისაც მოესურვება ჩიპების გამოშვება, ის არის ყველაზე დიდი ქარხანა ამ მიმართულებით. ჩიპების ბუმი როა ეს ახალი ამბავი არ არის, ყოველკვირა ამაზე ვსაუბრობთ და ამ ჩიპების ბუმით რომ იღებენ სარგებლობს კონკრეტული კომპანიები, ეგეც არ არის ალბათ შოკის მომგვრელი სიახლე და ამის ფონზე TSMC-მ სწორედ დღეს სულ რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა თავისი ფინანსური შედეგები, წინა კვარტალის შედეგები, რომელიც რა თქმა უნდა არის ფენომენალური. 68%-ით არის გაზრდილი შემოსავლები, რაც არ არის ჩვეულებრივი ზრდის დინამიკა. ეს კომპანია არის 2 ტრილიონ 300 მილიარდიანი კომპანია და ის იზრდება წლიურად უკვე 68%-ით, ფაქტობრივად ნორმალური ევროპული ქვეყნის ეკონომიკას იმატებს საბაზრო კაპიტალიზაციაზე ეს კომპანია, აი ეს ჩვეულებრივ სამთვიან პერიოდში, ეგეთ ეპოქაში მოვედით. კონკრეტულად შემოსავლის მიმართულებით მაჩვენებელი უკვე კვარტალში შეადგენს 13 მილიარდ 800 მილიონს, ხოლო წლის პირველი ნახევრის შემოსავალი უკვე არის 75 მილიარდის ფარგლებში და ისიც გაზრდილი არის ამის 36%-ით განსაკუთრებული. Google-ის შედეგია მაინც და მაგრამ აქ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ TSMC არ არის ის კომპანია, რომელსაც ყავს მილიარდობით მომხმარებელი, სულ ყავს 6-7 B2B მომხმარებელი, რომელთაც აძლევს ჩიპებს. ხო, მაგრამ არც აქვს რესურსი მეტი, ის რეალურად ერთი ტაივანია ბოლო-ბოლო. და აქ თან ისიც სათქმელია, რომ მთელი ეს ბუმი რაც ხდება, TSMC-ის დამსახურება საერთოდ არ არის. ანუ მათ მიერ შექმნილი ბუმი ეს არ არის, ეს მოხდა უბრალოდ და ისინი უბრალოდ იღებენ პასიურად სარგებლებს
იმის გამო, რომ ისინი აწარმოებენ ნახევარგამტარებს და შეუძლიათ ამ ნახევარგამტარებზე ფასები გაზარდონ. სხვათა შორის, TSMC ერთ-ერთი იშვიათია იმ კომპანიათა შორის, რომელმაც იმაზე ნაკლები სარგებელი მიიღო, ვიდრე შეეძლო, რადგანაც TSMC-ის დირექტორმა თავადვე განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ ჩიპების ფასების გაორმაგებას, გასამაგებას, გაუთქმაგებას, ისე როგორც მოიქცნენ მაგალითად SK Hynix-ი და Samsung-ი, რადგანაც TSMC უფრო გრძელვადიანად უყურებს ამ საკითხს და არ უნდათ რეალურად, რომ ბაზარზე ისეთი ვითარება შექმნან, რომ შემდეგ უკვე მსხვილმა კომპანიებმა იფიქრონ საკუთარი საწარმოს გაკეთებაზე ან პოტენციურად კონკურენტის შექმნაზე. იმიტომ SK Hynix 15%-იანი ვარნა რო ზუსტად ეგ არის მიზეზი, თუ კი TSMC იზრდება, SK Hynix-ი ეცემა, რადგანაც ყველა ინვესტორი ხვდება, რომ ეს ყველაფერი, რასაც მაგალითად კორეული კომპანიები აკეთებენ, არის ძალიან ხანმოკლე. ისინი ამ სარგებლობას მიიღებენ ალბათ 2-3 წელი და მორჩა. შემდეგ ეს პული აღარ მოვა. TSMC-სთან იგივე სწორი თქვით, რადგანაც თუ კი TSMC ისევ აი ესე ღირსეულად შეინარჩუნებს თავის კი და სწორია, თუ კი ეს კომპანია თან აქ უნდა გავთვალისწინოთ, ეს არ არის მხოლოდ კომპანია, ეს არის მთელი ტაივანი. ფაქტობრივად ეს არის ეროვნული ინტერესების გატარება აქ და ამ შემთხვევაში მოსახლეობაზე ფიქრი, რომ მათ უნდათ მაღალი შემოსავალი კონდეთ აქედან 20 წელიწადშიც. ისინი არ აპირებენ ხვალდაზე წასვლას, დივიდენდის გატანას და ამ დივიდენდით თვითმფრინავების ყიდვას. მათ უნდათ რომ კიდევ დიდხანს იყვნენ დომინანტი მოთამაშეები და თუ კი თავად არ შექმენი ბაზარზე ისეთი სიგიჟე, როგორიც შექმნეს მაგალითად SK Hynix-მა და Samsung-მა, მაშინ კიდევ დიდი ხანი დარჩები ამ ბაზარზე და ეს არის ძალიან კარგი გაკვეთილი რეალურად იმისა, თუ როგორ უნდა იქცეოდეს კომპანია, როგორ უნდა მიიღოს მან, როგორც მოკლევადიანად ძალიან დიდი სარგებელი, ასევე შეინარჩუნოს გრძელვადიანად განვითარების სტრატეგია და ტრაექტორია, რადგანაც Samsung-ს და SK Hynix უკვე გამოუჩნდნენ კონკურენტები და ლამის ყველა კომპანია, ვისაც კი შეეძლო რამის წარმოება, უკვე რამის წარმოებაზეა გადასული. იგივეს ვერ ვიტყვით ნახევარგამტარებზე, რადგანაც ჩიპების წარმოება არ არის. ეს რელი არ მისცემს ხო, არ მისცემს ეგერთი და მეორე ის რომ დობა. არ არის ეგრე მარტივი, გადმოიბირო თუნდაც Nvidia ან Apple რომ მათ დაამზადონ თავიანთი ჩიპები შენთან, ვინაიდან აქ არის საუბარი ყველაზე მაღალ ტექნოლოგიურ წარმოებაზე, იმ ნოუ-ჰაუზე, რომელიც ტაივანის გარდა არსად არ არის, დედამიწაზე და იმ ექსპერტებზე, რომლებიც აქ მუშაობენ, რომელთაც ტაივანი ზრდის უკვე მრავალი აწრეულია, როგორც თქვით, და ეს გამარჯვება არ მოსულა შემთხვევით, ეს არის დამსახურებული, დამსახურებულ გამარჯვებას კი უნდა შენარჩუნება, რომელსაც TSMC ახერხებს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ეს კომპანია, რომ ნამდვილად იმსახურებს იყოს ისეთი დიდი და ისეთი წარმატებული, როგორიც ახლა არის. ილონ მასკს ჩინეთიდან ძალიან დიდი სანერვიულო შეუქმნეს, რადგან ჩინურმა არა კონკრეტულმა კომპანიამ, არამედ ამ შემთხვევაში კვლევითმა ინსტიტუტმა მოახერხა და ისტორიაში პირველად, როგორც წარმატებით აუშვა ორბიტაზე რაკეტა, ისე წარმატებით დააბრუნა უკან და როცა ვსაუბრობთ რაკეტაზე, ვსაუბრობთ Long March 10B-ზე. რადგან 10B-ა, ცხადია რომ იქამდე იყო 9 ბიტს, 8 ბიტს, 7 ბიტს, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, 10 წლის განმავლობაში ჩინეთი ავითარებდა ამ ტექნოლოგიას და თუ კარგად გავიხსენებთ, პირველი გაფრენა როდის მოხდა წარმატებული ორბიტაზე და შემდგომ უკან, ზუსტად ემთხვევა ილონ მასკის პირველ წარმატებულ ტესტირებას 2015 წელს მოხდა პირველად, როცა SpaceX-მა შეძლო ამ რევოლუციური შედეგის მიღწევა და 10 წლის განმავლობაში ტვინი დაასხეს მარტივად რომ ვთქვათ, გამორჩენა ტექნოლოგიური. მარტივად რომ არ დაგვავიწყდეს თავის დროზე ჩინეთს ელექტრომობილების კუთხითაც ჰქონდა ჩამორჩენა, ახლა BYD თავის ტკივილად აქვს ქცეული Tesla-ს. ამიტომ ერთი რაკეტა ყველა ოჯახში არის ეს ჩინეთის ხედვანეტა. კი, შეიძლება. ყოველი შემთხვევისთვის ძალიან საინტერესო სიახლეა იმ თვალსაზრისით, რომ მოახერხა პირველად და თუ გავითვალისწინებთ ჩინეთი როგორ მუშაობს. ახლა ამ ტექნოლოგიას რო დაურიგებენ ყველა კვლევით 50 სტარტაპი იქნება წლის ბოლომდე. ხო. დარწმუნებული ვარ, ყველა მიიღებს სუბსიდიას და საბოლოო ჯამში ყველა ოჯახს ექნება თითო რაკეტა. ხო, ეგ დარწმუნებული ვარ ამაში. ყველა პროვინციას მინიმუმ. კი, აბსოლუტურად ყველა. და ეს ძალიან დიდი პრობლემაა ილონ მასკისთვის. თავიდანვე ის ვახსენეთ და ფაქტობრივად მთელი ნიუსიც არის მასზე და მას ეძღვნება, იმიტომ რომ SpaceX-ი მთელი ამ ხნის განმავლობაში ითვლებოდა ფაქტობრივად უკონკურენტოდ. მონოპოლი იყო ფაქტობრივად. მონოპოლი იყო. აქ ცდილობდა Jeff Bezos-ი თავისი ტექნოლოგიის განვითარებას, New Glenn ნახეთ რომ ზოგჯერ წარმატებით, ზოგჯერ წარუმატებლად ახორციელებდა თავის გაფრენებს, მაგრამ ჩინეთი ხომ არასდროს ძინავს.
ჩინეთმა მოახერხა და აქ შემოვიდა უკვე კონკურენციაში რეალური შედეგი იხილა. ცხადია ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ უკვე უფრო დიდ რაკეტებს გაუშვებენ და ყველა რაკეტა წარმატებული იქნება, ჩავარდნებით ცხადია. ექნებათ, იმიტომ რომ თავის დროზე ილონ მასკსაც ჰქონდა, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, ჩინეთმა მოახერხა პირველი წარმატებული გაშვება 16 ტონის აზიდვის მქონე რაკეტა გაუშვა, ის დააბრუნა თანაც ოდნავ განსხვავებული ტექნოლოგიით, ფეხებით. ამ შემთხვევაში არ ჯდება სპეციალური დამჭერებია, რომლებიც დაშვებისას იჭერენ ამ შემთხვევაში ამ რაკეტას, რომელიც ხელახლა, სხვათა შორის, წლის ბოლოს კიდევ ერთხელ უნდა გამოიყენონ. ანუ ამით უნდა დაამტკიცონ, რომ ის მართლაც ხელახლა გამოყენებადი რაკეტაა და რაც მთავარია, ეს გეგმა არის საკმაოდ გრძელვადიანი. 2030 წლისთვის ჩინეთი მსგავსად ამერიკის შეერთებული შტატებისა აპირებს ადამიანების მთვარეზე დასმას და თუ აპირება მას, ცხადია რომ საჭიროა ისეთი ტექნოლოგიის განვითარება, როგორიც მოახერხა უკვე ამ ჩინურმა კვლევითმა ინსტიტუტმა, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, კვლევითმა ინსტიტუტმა შეძლო იგივე, რაც შეძლო მრავალი მილიარდის ჩადების ფონზე ილონ მასკმა. ცხადია, მას ამ კვლევით ინსტიტუტს ზურგს უმაგრებდა ჩინეთის ხელისუფლება და რა ფული არის ამაში ჩადებული. მაგას ცხოვრებაში ვერ გავიგებ, მაგრამ შეიძლება თეორიულად შეიძლება ეს რაკეტა 10-ჯერ მეტიც და შეიძლება ეს დიფსიკის ეფექტი ყოფილიყოს, რო გაირკვეს რეალურად. ზუსტად, ანუ რეალურად თუ გავარკვევთ ყველა ხარჯს, რაც ამ პროექტს უკავშირდებოდა, შეიძლება 10-ჯერ ძვირიც კი ყოფილიყო SpaceX-თან შედარებით, რადგანაც ზოგადად ჩინეთს ხანდახან აქვს ეს ხედვა, ასეთი, რომ ურჩევნიათ მართლა 10-ჯერ მეტი გადაიხადონ, ვიდრე კონკურენტებმა, რათა როგორმე მოიპოვონ ტექნოლოგიური ოპერატორს. ზოგჯერ ამართლებს ელექტრომობილებში მაგალითად ამართლებს. აი ამის მიღწევაა ახლა მასკისთვის პრობლემა, რომ ეს მოხერხდა, თორემ შემდგომ ისეს რაღაც გაიაფებენ. დროის ამბავია ეს უკვე, ანუ უკვე დროის ამბავია, რაც ძალიან კარგია რეალურად, ესე იგი, ანუ კოსმოსში გაშვება, აი ძალიან კარგი ინდექსი არის, კილოგრამის კოსმოსში გაშვების ინდექსი. როგორც კი კილოგრამის კოსმოსში გაშვების ინდექსი რაღაც X ნიშნულს ჩამოწდება და ეს X ნიშნული როგორც წესი არის დედამიწაზე ოპერირების ხარჯები, მაშინვე ფაქტობრივად ყველა ტექნოლოგიური კომპანია შეეცდება, რომ უკვე დატა ცენტრები და ოპერაციები გადაიტანონ კოსმოსში და გადავალთ უკვე კოსმოსური ეკონომიკის ერაში, რაც გულისხმობს იმას, რომ დედამიწაზე ინფრასტრუქტურის მოწყობა აღარ იქნება უკვე კომერციულად საინტერესო და ამისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ერთადერთი ფაქტორია ფაქტობრივად ეს არის სწორედ ტრანსპორტირების ხარჯები და ტრანსპორტირების ხარჯი თუ გვინდა შემცირდეს, მაშინ SpaceX უნდა ყავდეს მინიმუმ 3-4 კონკურენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში SpaceX ფას უბრალოდ არ დაწევს, რადგანაც ერთადერთი მოთამაშეა და ეს კონკურენტი, რომელიც ჯერ მთლად კომერციული არ არის, უფრო კვლევითია, მაინც ძალიან კარგი ნიშანია იმისა, რომ ხვალ თუ არა ზეგმაინც ჩინეთი შეეცდება კონკურენტული ფასის შემოტანას და ეს უკვე ისეთი ტექნოლოგია, რომ კომპანიებისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რაკეტას CFT კომპანია წაიღებს მაგალითად კოსმოსში თუ SpaceX-ი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, აქ ტრანსპორტზე გვაქვს საუბარი და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ დედამიწაზე ყველაზე დიდი მოცულობის ტონაჟის მიხედვით ტრანსპორტის, ასე ვთქვათ, წინ და უკან გადატანას უზრუნველყოფს სწორედ ჩინეთი. ყველაზე დიდი ყველაზე ასე ვთქვათ, დატვირთული პორტები ჩინეთშია და არ გაგვიკვირდეს, რომ ყველაზე დიდი კოსმოსური პორტებიც რეალურად აღმოჩნდეს ჩინეთში და რაღაცნაირად შანხაიმ ან ნებისმიერ სხვა ქალაქთან კიდევ ერთი ფუნქცია დაიმატოს კოსმოსური გამშვები ცენტრის. ძალიან საინტერესო ეპოქაში და დროში გადავდივართ. აი ასეთი იყო დღევანდელი Tech Informe. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ უახლეს ამბებს ჩვენ მომდევნო გადაცემებშიც გაგაცნობთ. მომავალ შეხვედრამდე.